დავიწყო. დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა დაადასტურა თავის განცხადებაში, რომ თბილისის ბიუჯეტის არ დამტკიცება და თბილისელებისათვის ამდენი თვის განმავლობაში პრობლემები შექმნა, ეს იყო მათი შეცდომა, ხოლო თბილისის მერიის ძალისხმევა დამტკიცებული ყოფილიყო თბილისის ბიუჯეტი იყო აბსოლუტურად სწორი პოზიცია. შესაბამისად, ჩვენ მართალია 3 თვის დაგვიანებით გაცხადდა მათი პოზიცია, მაგრამ მაინც მივესალმებით მათ პოზიციას, გამოთქვეს ზადყოფნა რა განიხილონ ბიუჯეტი ამჯერად მაინც და ხარი დაუჭირონ მის დამტკიცებას და შესაბამისად მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ყველა შესაბამის კონსულტაციაში, მონაწილეობა მივიღოთ ბიუჯეტის პროექტის ცვლილებების შეტანაში, თუ კი ასეთის საჭიროება იქნება იმისათვის, რომ ხვალ თბილისთვის დამტკიცდეს ბიუჯეტი და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ხვალ თბილისის ბიუჯეტი დამტკიცდება. საკრებულოს თავმჯდომარემ თავისი განცხადებით ფაქტიურად დაამტკიცა და განაცხადა, რომ მათი პოლიტიკური პოზიცია და ახირება არ დაემტკიცებინა თბილისის ბიუჯეტი შეცვლილია, ისინი მზად არიან თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცონ, ხოლო რაც შეეხება ფინანსურ დოკუმენტს, ჩვენ ამაზე უკვე 3 თვის განმავლობაში გამოვთვალდით ყოველდღიურ მზაობას, გვემუშავა მათთან ერთად, შესაბამისად უკვე ამ რეჟიმში თბილისის ბიუჯეტზე მუშაობა ნიშნავს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი პოზიცია იყო სწორი და ნიშნავს იმას, რომ თბილისის ბიუჯეტი დამტკიცდება. ანუ რა შეიძლება ხელისუფლებამ საბოლოო ჯამში შეცვალა თავისი სტრატეგია, როგორც ვიცი, ცენტრალური მმართველობა და შემოღებით აქტიურობდნენ. ან საბოლოო ჯამში ხელისუფლება კომპრომისზე წავიდა და არ გადაჭრა ეს ნაბიჯი, თუ აი რამ შეცვალა ეს მდგომარეობა? აქ რამოდენიმე, რა თქმა უნდა. პირველ რიგში რაც შეეხება ბიუჯეტთან დაკავშირებულ შენიშვნებს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყოველთვის ვეთანხმებოდით, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ეს შეიძლება ჩვენ არ მიგვაჩნდა სწორად, ყოველთვის ვეთანხმებოდით და ვიზიარებდით საკრებულოს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, იმისათვის, რომ არ მიგვეცა მათთვის საბაბი და საშუალება გაემართლებინათ თავიანთი პოლიტიკური ახირება. ეს იყო საკრებულოს უმრავლესობა, რომელსაც უბრალოდ მიზეზები არ ელეოდა, არ დაემტკიცებინა თბილისის ბიუჯეტი. რამ განაპირობა მათი ამ პოზიციის შეცვლა, რა თქმა უნდა, აქ რამოდენიმე ფაქტორი არსებობს. პირველ რიგში ეს იყო და იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში ეს იყო თბილისელების პრობლემის გადაწყვეტის სურვილი, იმიტომ რომ ნათელი იყო და ცხადი იყო, რომ თბილისელებს უამრავი პრობლემა შეექმნათ ბიუჯეტის არ დამტკიცების გამო და ბოლოს ხელისუფლება მიხვდა, რომ არ ღირს პოლიტიკური ბრძოლების გამო ადამიანების დასჯა. მეორე ეს იყო ალბათ მათი სურვილის უქოლობა, რომ არ დაეშალათ თბილისის თვითმმართველობა და არ გაეუქმებინათ ის არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე. ამაში რა თქმა უნდა ჩვენმა აქტიურობამ, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა ტიპის ორგანიზაციების, როგორც უცხოური, ისე ქართული აქტიურობამ თავისი წვლილი შეიტანა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, საბოლოო ჯამში შედეგი მივიღეთ ის, რომ ხელისუფლებამ და პირველ რიგში საკრებულოს ქართული ოცნების უმრავლესობამ ფაქტიურად აღიარა, რომ 3 თვის განმავლობაში ისინი ტყუოდნენ, როდესაც ეჭირათ ასეთი პოზიცია. დღევანდელ შეხვედრას 2 საათზე დაესწრება თბილისის მერის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი თბილისის ბიუჯეტის შედგენაზე თბილისის მერიის მხრიდან. კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ, ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ ფინანსურ დოკუმენტზე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებდით მთელი 3 თვის განმავლობაში. თავარია, რომ მათი კაპრიზი და ახირება მოხსნილია, შესაბამისად უკვე ბიუჯეტზე მუშაობას აზრი გაუჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიდგომა კვლავ არის საქმიანი და საუბარი უნდა იყოს ფინანსურ დოკუმენტზე, ბიუჯეტზე, შესაბამისად შეხვედრას დაესწრება მერიის მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელია ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე და ჩვენი არ ვაპირებთ მისვლას პოლიტიკური გარჩევებისთვის ან ზოგად თემებზე სასაუბროდ. შესაბამისად, სწორედ ამ მოსაზრებებით შეხვედრას დაესწრება პაპუნა პეტრიაშვილი. ფინანსთა სამინისტრომ თავისი განცხადება დაადასტურა ის, რაც ჩვენ თქვით. ფინანსთა სამინისტროს 4 სამმართველო
ნამდვილად აწარმოებს გამოძიებას თბილისის მერიასთან მიმართებაში და ამოღებული აქვს დოკუმენტაცია თბილისის მერიიდან. მე მინდა განგიმართოთ, რომ საგამოძიებო ორგანოები არასდროს ადმინისტრაციულ ორგანოს არ ამოწმებენ და არ შედიან ფიზიკურად მათ შენობაში, ასე ვთქვათ, დაждდომით და იქ მუშაობით. ისინი ყოველთვის შედიან ადმინისტრაციულ ორგანოში, იღებენ დოკუმენტებს და შემდგომ მუშაობენ თავიანთ სამუშაო შენობაში. შესაბამისად, იმის გაცხადება, რომ ფინანსური პოლიცია თბილისის მერიაში არ შესულა, ეს ნამდვილად არასწორი განცხადება არის. დანამდვილებით ჩვენ შეგვიძლია წარმოგიდგინოთ წერილები, როდესაც თბილისის ფინანსური პოლიციის მეორე სამმართველომ, მესამე სამმართველომ, მეოთხე სამმართველომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველომ, მთავარმა პროკურატურამ ბევრი დოკუმენტი ამოიღო თბილისის მერიიდან. ჩვენ გუშინ ხაზი გაუსვით იმასაც, რომ ჩვენ არ ვართ არანაირ შემოწმების და გამოძიების წინააღმდეგი, უბრალოდ უცნაურია რატომ ახსენდებათ მათ დოკუმენტების ამოღება და გამოძიება მაშინ, როდესაც ჭირდებათ თბილისის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება, მაშინ, როდესაც მოახლოვდა წინასაარჩევნო პერიოდი და სჭირდებათ იმ ადამიანების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორება, ვინც შესაძლოა წინასაარჩევნო პერიოდში მონაწილეობა მიიღო. სწორედ აქედან გამომდინარე ვაცხადებთ ჩვენ, რომ ეს არის ნამდვილად პოლიტიკური ზეწოლა და ძალადობა თბილისის მერიაზე, ვინაიდან მათ არავინ არ უშლიდათ ხელს, როცა ვსაუბრობთ 2005-2008 წლის ჩადენილ ქმედებებზე, სავარაუდოდ ჩადენილ გადაცდომებზე, ეს გაეკეთებინათ 2013 წლის იანვარში, თებერვალში და არ გახსენებოდათ 2014 წლის მარტში, როდესაც არჩევნებამდე დარჩენილია 2 თვე. ეს განსაკუთრებით პარადოქსული შემთხვევაა. თქვენ ხშირად მოგისმენიათ მთავარი პროკურატურის და საგამოძიებო ორგანოების განცხადება, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ ისინი ზედმეტად არიან გადატვირთულები იმისათვის, რომ ცალკეული მოქალაქეებისათვის თუ მთლიანად საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიებისათვის მოიცალონ. ამის პარალელურად ისინი იცლიან, რომ ანძის გარეგანათების სიმციმების რამოდენიმე საათის გამორთვის გამო უკვე მეორეჯერ დაკითხონ თბილისის 5 გამგებელი, დახარჯონ ამისათვის რამოდენიმე სამუშაო დღე, ისევე როგორც მოაცდინონ ჩვენი რაიონის გამგებლები ქალაქის ასე ვთქვათ პრობლემატიკაზე მუშაობისგან. ესეც ცალსახადდა თვალნათელია, რომ ნამდვილად არის ზეწოლა, უბრალოდ ზეწოლა და პოლიტიკური შანტაჟი ამ ადამიანების, ვინაიდან არანაირი დანაშაულებრივი შედეგი ამ შემთხვევაში არ დამდგარა, შესაბამისად უბრალოდ სასაცილო, როდესაც მთავარი პროკურატურა დროს კარგავს და სამწუხაროდ დროს გვაკარგინებს ამ საკითხებზე მსჯელობით თან რამოდენიმე სამუშაო დღის განმავლობაში. მე გეტყვით ჩემ მოსაზრებას და თქვენ შეგიძლიათ მარტივად გადაამოწმოთ 2 საათამდე. თბილისის საკრებულოს არანაირი ვარიანტი თბილისის ბიუჯეტის შერჯერობით არ მოუმზადებია. თქვენ შეგიძლიათ ეხლა მიბრძანოთ საკრებულოში, თხოვოთ მათ, რომ გადმოგცენ ის ვარიანტი, რაც მათ მოამზადეს და დამერწმუნეთ, რომ ისინი ვერანაირ დოკუმენტს ვერ გადმოგცემენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობთ, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ მათი სურვილები კიდევ ერთხელ და ჩვენ თვითონ ავსახოთ და ჩვენ თვითონ შევადგინოთ ბიუჯეტის ის ვარიანტი, რომელსაც ისინი ხარს დაუჭერენ. რაც შეეხება იმას, რაც ბატონმა ირაკლიმ განაცხადა, მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი დოკუმენტი იქ შედგენილი არ არის. თუ ეს ასე არის, შერჯერობით არ ვიცნობთ, გავეცნობით და ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ნაირად, ყველა გონივრულ შენიშვნას ხარი დაუჭიროთ იმისათვის, რომ ხვალ ბიუჯეტი დამტვირთოს. ნახოთ, შესაძლებელია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არსებობს ასეთი დოკუმენტი და კი ბატონო, ვნახავთ 2 საათზე, დიდი ალბათობით ესეთი დოკუმენტი არ არსებობს, ეს დოკუმენტი მომზადდება დღის ბოლოს და შეიძლება მთელი ღამის განმავლობაში დაჭირდეს თბილისის მერიას მუშაობა, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ხვალ 7 მარტს თბილისის ბიუჯეტი დამტვირთოს. რა თქმა უნდა. ყველა ჯერზე მათი შენიშვნები იყო სამწუხაროდ ახალი და ახალი, ეს ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, მათ მიზეზი არ ელეოდათ, რომ ახალი შენიშვნა ან ახალი სურვილი გამოეთქვათ თბილისის ბიუჯეტის მიმართ, შესაბამისად ძნელია წინასწარ გათვალო რა ტიპის შენიშვნები შეიძლება გააჩნდეთ მათ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ყველა ჯერზე აქამდე მათი შენიშვნები გავითვალისწინეთ და მათი სურვილები გავითვალისწინეთ, ჩვენ ამჯერადაც შევძლებთ რომ მათი ყველა სურვილი და მოსაზრება გავითვალისწინოთ თბილისის ბიუჯეტში და ამით კიდევ ერთხელ გამოვაცალოთ საფუძველი, რომ ხვალ მათ თბილისის ბიუჯეტს ხარი არ დაუჭირონ. შესაბამისად, ხვალ თბილისის ბიუჯეტი
ყველანაირი ლოგიკით უნდა დამტვირთოს. იგი მადლობა. კი ბატონო.